რაღაცა გართულება იყო მოკლედ და ბავშვს დაბადების შემდგომ ვერ ვაწვენთ დედას გულზე. ამ შემთხვევაში ყავს მამა, რომელსაც მამა აუცილებლად ანუ პირველი წუთები ჩართულები არიან და პირველივე წუთებში ვაწვენთ მამას გულმკერდზე ბავშვს. და ანუ ბავშვის დაბადების პირველივე წუთებიდან ჩართული არის მამა ამ მთელ პროცესში. და ეს ერთიანობა იმდენად მოქმედებს როგორც დედაზე, ისე მამაზე და ასევე შვილზე, რომ რაღაცა ეს ერთიანობა მერე კიდევ უფრო ემოციურ ბმას აძლიერებს. კი, და ამ მშობიარობის დროს, რა თქმა უნდა, თანხლება დედასთან არის მნიშვნელოვანი და არა რესტორანში კეიფი მაგალითად და ისეთი სიმხალეში ყოფნა, რომ საერთოდ არ გახსოვდეს როგორ დაიბადა შენი შვილი. ნამდვილად, ამ შემთხვევაში, ანუ როგორც მშობიარობა, როგორც გოგოს. რა თქმა უნდა, ამ მშობიარობის პროცესში და მშობიარობის შემდგომაც დედას სჭირდება, კი არის რა თქმა უნდა მომენტები, როდესაც დედას სჭირდება სიმშვიდე, თუნდაც იგივე რომ დედამ რომ დაისვენოს ბავშვებისთან უნდა იყოს, მამასთან, ანუ მამას შეუძლია მიხედოს ბავშვს და დედამ თუნდაც ნახევარი საათი რომ დაიძინოს ხო უკვე ხელა და იცის რომ მამას ყავს, ანუ შვიდად არის დედა ამ შემთხვევაში, ანუ ძალიან დიდი მართლა ხელშეწყობა სჭირდება და არა ის რომ მამას აკეიფოდ არის და მე რაღაცა მარტო ვარ, გრძნობა კი არ უნდა გქონდეს, მარტო რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალი იქ არის, მაგრამ მისთვის სამედიცინო პერსონალი უცხოა და პარტნიორი არის ის ადამიანი, ვისაც მისი ესმის და შეუძლია რომ ყველაფერი სთხოვოს.